21 საუკუნეში დამეთანხმებით ალბათ ჩემო მეგობრებო, რომ ადამიანები უკვე ხშირად, ღიად და თამამად საუბრობენ მენტალურ ჯანმრთელობაზე. თუმცა დღემდე ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანთა სტიგმატიზაცია შორეული მწარსულიდან იღებს სათავეს. ბევრ ადამიანში ფსიქიატრიის ხსენებაც კი უსიამოვნო შეგრძნებასთან, დაძაბულობასთან შიშიწვევს, ცოტა თუ იცის, რომ რეალობა სრულიად არ შეესაბამება არსებულ წარმოდგენებს. ფსიქიატრია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლებს ფსიქიკურ დაავადებათა გამოვლინებების მიმდინარეობას, წარმოშობას, მიზეზებს, განვითარებას, მექანიზმებს, მკურნალობასა და პროფილაქტიკას. ნამდვილად, როდის მივმართოთ სპეციალისტს და როგორ ავირიდოთ თავიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, რატომ არ უნდა ავირიდოთ თავი ამ თემაზე საუბარ ზოგადად დღეიდან შუადღე ახალ რუბრიკას იწყებს, სადაც ყოველ სამშაბათს ამ და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებთ ნინა მენაღარაშვილთან ერთად. ქალბატონი ნინა არის მედიცინის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქორეაბილიტაციის სტაციონარის სანამენტეს დამფუძნებელი და ის ჩვენთან ერთად იქნება დღეს და ვისაუბრებთ ამ თემებზე. მოგესალმებით, რა თქმა უნდა, თუმცა სანამ ქალბატონ ნინასთან გავაგრძელებთ საუბარს, გვინდა რომ შევაგთავაზოთ სიუჟეტი, რომელიც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა სწორედ ფსიქორეაბილიტაციის სტაციონარ სანამენტეს შესახებ მოამზადა. თბილისთან ახლოს წყნეთში ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრი სანამენტე ფუნქციონირებს. სივრცე, სადაც პაციენტები სრულყოფილ ფსიქოლოგიურ და სამედიცინო მხარდაჭერას იღებენ. თუ ადამიანს აქვს უნარი შემთხვევის შესაბამისად გაიხაროს რაღაცა მოვლენით, ეს იგი ჯანსაღად არის. მაგრამ როდესაც ცუდად გრძნობს თავს გარემოვლენა, რაც არ უნდა ბედნიერების მომასწავებელი იყოს რაციონალურად, ამითი ვერ ხარობს, ანუ უკვე ცუდად არის. ცუდად ყოფნა მის ყოველდღიურობაზე მოქმედებს და ეს უკვე ინდიკაცია იმისთვის, რომ მიაკითხოს სპეციალისტს. თავიდან შესაძლებელია ფსიქოთერაპევტი იყოს ჩართული, ეს არ ნიშნავს აუცილებლობას, რომ მედიკამენტოზური მკურნალობა იყოს დანიშნული. თუმცა რაღაც მომენტში, როდესაც ჩივილები იმდენად დიდია, რომ საშიშია თვითონ ადამიანისთვის, მაშინ უკვე არანაირი ფიქრი აღარ არის და ინიშნება მედიკამენტები. თუმცა არის სიმწვავე მდგომარეობის, როდესაც ამბულატორია განიცდის მარცხს და ამ შემთხვევაში საჭიროა სტაციონირება იმისათვის, რომ ადამიანი დავიცვათ თავისი თავისგან და სხვებიც დავიცვათ ამ ადამიანისგან. სანამენტე პაციენტს, როგორც დღისცენს, ასევე 24 საათიან სტაციონარს თავაზობს. ბენეფიციარის მდგომარეობიდან გამომდინარე მისთვის საჭირო და ხელსაყრელი მკურნალობის ტიპი ირჩევა. როდესაც უძილობა არის და უძილობა გრძელდება უკვე რამოდენიმე ღამე, როდესაც პანიკით არის მოცული ადამიანი, როდესაც გონია, რომ სამყარო დამთავრდა, როდესაც უიმედობით არის მოცული, როდესაც არის ესეთი უცნაური მდგომარეობა, რომ სამყარო შეიცვალა და უკვე სამყარო არაკეთილმოსურნეა მის მიმართ და უსაფრთხოდ აღარ გრძნობს თავს. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც შეშინებულია, როდესაც თვლის რომ არტოა, როდესაც გონია, რომ ვერავინ ვერ გაუგებს, ნაბიჯის გადადგმა და გადაწყვეტილება კარგად ყოფნისკენ, ეს უკვე არის ძალიან დიდი შანსი იმისი, რომ ადამიანი იგრძნობს შვებას და დაიჯერებს ისევ, რომ კარგად ყოფნა შესაძლებელია. მკურნალობის კურსი ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიასთან ერთად არტ-თერაპიას, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტურ მკურნალობასაც მოიცავს. კვებითი აშლილობა ეხება არა მარტო მენტალურ ჯანმრთელობას, არამედ ფიზიკური ჯანმრთელობის ბევრ ასპექტს. სულ ერთია რა ტიპის და რა რეგისტრისკენ იქნება მიმართული, ეს იქნება ანორექსიისკენ თუ ბულიმიისკენ. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მივიღოთ ესეთი პაციენტები და ვმართოთ. ცენტრში ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების გუნდი მუშაობს, რომლებიც თითოეული პაციენტის მდგომარეობას ინდივიდუალურად აფასებენ და პერსონალურ სამკურნალო გეგმას ადგენენ. ვიყენებთ ყველაზე თანამედროვე მიდგომებს ფსიქიატრიაში, რაც კი მსოფლიოში არსებობს და ეს კომპლექსურობა სანამენტესი ზუსტად მეტყველებს იმ შედეგებზე, რითიც ადამიანები გადიან აქედან და რითიც ამ ეტაპისთვის ჩვენ ძალიან ვამაყობთ. ეს არის თავარი პრინციპი, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება იყვნენ სოციუმში, ჰქონდეთ თავიანთი ადგილი, მიუხედავად მათი თუნდაც მენტალური ჯანმრთელობის სისუსტეებისა.
და როგორც ჩვენ უკვე დავაანონსეთ, დღეს ვსაუბრობთ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობა თანამედროვეობაში და მისი ალბათ მართვის პრინციპებიც არის ძალიან საინტერესო. ქალბატონ ნინო, ალბათ პირველი კითხვა ასეთი მექნება, ზოგადად რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა და რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრების ხარისხისთვის? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემებს ვეხებით დღევანდელ საზოგადოებისთვის. მენტალური ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. მენტალური ჯანმრთელობა არის ის რეალურად, რაც ცხოვრების ხარისხზეა პასუხისმგებელი. ჩვენ ახლა ვნახეთ ძალიან საინტერესო და პოზიტიური სიუჟეტი ქეთოზე, რომელიც ებრძვის საკმაოდ სერიოზულ დაავადებას და ებრძვის და ხარისხიანად აქვს მაინც მიუხედავად ამისა თავის ცხოვრება, იმიტომ რომ მენტალურად დაზიანებულია. თანაც ებრძვის მეორედ და ხშირად არის ხოლმე რომ როდესაც რაღაც მეორედ მეორდება, თითქოს ასეთ დროს ადამიანები იკეტებიან საკუთარ თავში, მიუხედავად იმისა, რომ მას გამარჯვების ისტორია აქვს, შესაძლოა რომ აი დათრგუნულიც კი ყოფილიყო ასე კი, შესაძლოა და მას აქვს ამის უფლებაც. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამის უფლება არ აქვს, მაგრამ როგორ უძლებს, როგორ გამოდის აქედან, ანუ მენტალური ჯანმრთელობა არის ის ერთადერთი, რაც განაპირობებს ცხოვრების ხარისხს. მეცაც გეტყვით, უკუღმა რო შევხედოთ მეორე მხრიდან, ადამიანებს, რომლებსაც სერიოზული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ, დიდად არ ედარდებათ გული, ჯანმრთელი აქვთ თუ არა, კუჭი ჯანმრთელი აქვთ თუ არა. ანუ ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენი ბედნიერების შეგრძნებას, ჩვენ ხარისხს და ასე შემდეგ, რასაც ვაკეთებ ჩვენ ქმედით უნარიანობას და თვითკმაყოფილებას. თუმცა რა არის მენტალური ჯანმრთელობა და როდის უნდა ვთქვათ, რომ კმაყოფილები ვართ და ჯანმრთელები ვართ. ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი არის ამის განსაზღვრება, თუმცა განსაზღვრებას არ არსებობს. ეს არის ერთ სამედიცინო დარგს მენტალური ჯანმრთელობა არ ეხება. ეს არის ბიო-ფსიქო-სოციალური რაღაცა მონაცემების ერთობლიობა. აი მაგალითად როგორც ბიო, რატომ ჭირდება წამლები, თუ აირია ბიოლოგია, ბიოქიმია და ამის გამო მაქვს რაღაცა ნიშნები. ბალანსი დაკარგული. ბალანსი არის დაკარგული. ემოციური მდგომარეობა თუ არის, თქვათ, დაძაბული და სოციალურად თუ კარგად გრძნობ თავს, მაგრამ მთლიანად აი ეს სამი კომპონენტის თავში არის სუბიექტურობა, ანუ კარგი და ცუდი ხო სუბიექტური აღქმა რაღაცის. ჩვენი აღქმა სამყაროსადმი, ეს არის მენტალური ჯანმრთელობის მთავარი გასაღები. ვაუ, მარია. ძალიან ესეთი ხატოვანი და ლამაზი შედარება ჩვენი აღქმა სამყაროსი, მაგრამ არის, ნახეთ, მენტალურ ჯანმრთელობაში ჩვენ, მე, ჩვენ ვიც ვქმნით საზოგადოებას და ვიზიარებთ საერთო რეალობას. იქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ აღვიქვავთ სამყაროს და რამდენად ობიექტურები ვართ სამყაროს მიმართ, საკუთარი თავის მიმართ, გათვლილი გვაქვს ჩვენი ამბიციები, ობიექტურობა, რეალურობა ამ ამბიციების. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც სამყაროს აღქმა უკვე გაუკუღმართებული აქვთ. აი, როგორ გითხრათ, თუ სამყარო არის რაღაცნაირი სარკე ჩვენთვის, რომ ჩვენ ანარეკს ხედავთ და მოგწონს, ან არ მოგწონს, ან შემდეგ ვცდილობთ, რომ გამოვასწოროთ, ეს ადამიანები სამწუხაროდ, აი ესეთი უსამართლობით, თავიდანვე გაუკუღმართებულ სარკეში იყურებიან, სამყაროს აღქმა სხვა აქვთ და ამიტომაც არიან აცდენაში და ამიტომაც არის ხშირად, რომ ვერ უგებს საზოგადოება და რა არის ეს პრინციპი ფსიქიკური დარღვევის კურნალობაში? რა პრინციპი უნდა იყოს? დრო, გარემო, მედიკამენტები თუ რა არის ეს? თუ რამე სხვა არის კიდევ? ანუ ერთი რაც არის მთავარი, რა თქმა უნდა, როგორც ყველა პათოლოგიის დროს და ყველა მდგომარეობის დროს, რომელიც ადამიანს აწუხებს, მთავარი არის დროული და სწორი დიაგნოსტიკა. ეს არის პირველი ათვლის წერტილი, საიდანაც მიზე შედეგობრიობა იქნება დაცული და დიდი გარანტია იმისი, რომ წავალთ სწორი დიაგნოზი, ხო, თავისთავად ამ მენტალურ პრობლემებს აქვს თავისი ხაზები, ხო? მიმართულებები ზოგი ისეთია, ზოგი ასეთია. ამოცნობა კი, ჩემის აზრით, იმ ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არ აქვს ჩვენ მაგალითად განათლება, წარმოუდგენელია, რომ გავიგოთ რა როგორ ანაირად არის. აი, ხო, კითხვა მინდოდა და მესვა. ნახეთ, თქვენ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვს სპეციფიური განათლება, რა თქმა უნდა, ამოცნობა ძნელია თუ რა ჭირს ადამიანს, მაგრამ
ცუდად რომ არის, ამისა მოცნობა ძალიან ძნელი არ არის. აი, თუნდაც რამ არის ეს, ხო? როცა ადამიანი, მით უმეტეს თუ ვიცნობთ ადამიანს და იცვლება, ანუ ესეც ხომ შედარებითია, ცუდად არის ადამიანი, იმიტომ რომ ვიცი რომ გუშინ წინ სხვანაირად იყო, იმის წინ სხვანაირად იყო და შესაძლებელი მაქვს რომ მისი ჩვეული ფუნქციონირება არ არის. ეს 1 და 2 დღე არ მიმდინარეობს აშკარად ეს პროცესები ხო, ჯერ შენში მიმდინარეობს და ამას ალბათ შემდეგ გამოხატავ, ხო? თუ იმ დღესვე შეიძლება მოხდეს თან, ეგეც არის, ხო? კაც ვერ გაიგებ ალბათ. ეს არ არის, როგორ გითხრათ, არსებითად მნიშვნელოვანი. იმ დღესვე არის თუ დაგროვილი, როგორც წესი, ერთ დღეს არ იცინებს ბედნიერი და ლაღი ადამიანი და მეორე დღეს არ იღვიძებს დაზიანებული ან ცუდად მყოფი. რა თქმა უნდა, ეს პროცესებია, მაგრამ ნახეთ საზოგადოების ხედვა. რადგანაც ემოციური ცუდატყოფნა მოქმედებს ჩვენ ქმედით უნარიანობაზე, ჩვენ ქცევაზე, განსჯიშში. მე კი ხვდები რომ დილით მიჭირს ათქომა, მაგრამ ესე არის მიღებული რომ მეუბნებიან თუ გინდა თავი ხელში აიყვანე. ამიტომ დანაშაულის გრძნობა მაქვს, არ ვამბობ, ვაძალებ თავს, მიმყავს ბოლო რაღაცა რესურსამდე, რომ იქნებ გადამიაროს, მაგრამ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარშემო მყოფ ადამიანებს და ვინ როგორ აღიქვავს მენტალურ პრობლემას. აი მიზეზი რა არის ამ ყველაფრის? უფრო ხშირად, უფრო მეტად ესე რომ. მიზეზი ძალიან პოლიმორფული, მრავალფეროვანია, რა თქმა უნდა, არის ერთი მთელი ტიპის მიზეზები, რომლებიც სოციალური ცხოვრებიდან გამომდინარეა და დღეს ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, რომ ცხოვრება აჩქარდა, ტექნიკური განვითარება სწრაფად მიდის, ჩვენი ფსიქიკა ვერ ეწევა, ჩვენ შექმნილები ვართ სხვა ეპოქისთვის, სხვა რაღაცისთვის, ჩვენ შექმნილები ვართ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ. მაგრამ აი ამ აჩქარებამ საერთოდ დაგვავიწყდა. აი ამ აჩქარებაში ალბათ სტატისტიკაც მომატებული აქვს, ხო, ამ ყველაფერს და ეს ერთ-ერთი მიზეზია ამ ყველაფრისა. ესეც და სხვადასხვა რაღაცეები, ხო? სხვადასხვა რაღაცეები, ანუ გენეტიკური მოდიფიკაციები, სხვადასხვა, თუმცა გენეტიკური განწყობა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ადამიანი ცუდად უნდა იყოს. ანუ გენეტიკური განწყობის ფონზე არის რაღაცა ფონი, თუმცა სოციალური რაღაცა პატარ-პატარა თუ დიდი ტრავმები და სტრესები ხელს უწყობს, რომ აღმოჩნდეს, გამოჩნდეს და ამიტომაც ვეუბნებით ადამიანს, რომ ხელები არ უნდა ჩამოყაროს და თვითონ შეუძლია აკონტროლოს თავისი კი ბატონო, აი ადამიანებს ხშირად ჭირდებათ ხოლმე რაღაც ზალა იპოვონ საკუთარ თავში, რომ აღიარონ, რომ აქვთ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა. ერთია საზოგადოება როგორ აფასებს, ხედავს თუ ვერ ხედავს ადამიანის პრობლემას, მეორეა რომ ხშირად საკუთარ თავშიც უნდა შევიხედოთ და რაღაცნაირად გვეყოს ზალა, რომ ვაღიაროთ, რომ კი, აი დღეს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს. შეხება, არც ერთს არ ქონდა ის, რომ აი მე პრობლემები მაქვს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ძალიან კარგად ვარ, გადასარევად, მაგრამ მე ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ თავადაც დაძლევს ამ პრობლემას და ეს ყველაფერი დროებითია და გაივლის. თუმცა ასეთ შემთხვევაში მედიკამენტების როლი რამდენად მნიშვნელოვანია, აი ასეთ დროს მკურნალობაში და თავად ადამიანმა როგორ უნდა აღიაროს და როგორ უნდა მივიდეს იქამდე, რომ კი დღეს ჭირდება მას მედიკამენტოზური მკურნალობა. ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის, იმიტომ რომ საქართველოს ჯერ ერთი მენტალური ჯანმრთელობა სტიგმატიზირებულია მთელ მსოფლიოში და ჩვენი ისტორია გვაქვს ფსიქიატრიასთან, ჩვენ გამოვიარეთ მთელი ეპოქა, სადაც ფსიქიატრია იყო დამსჯელი და არა მკურნალი და ამიტომ ჩვენთან სტიგმა კიდევ უფრო დიდია. იმისთვის რომ ადამიანმა აღიაროს რომ მე ცუდად ვარ, ან თავისუფლება მისცეს ცუდად ყოფნის, პირველ რიგში უნდა იცოდეს რომ არ იქნება განსჯილი. ანუ ეს ცუდად ყოფნა არავინ არ ეტყვის რომ იცი რა თავი ხელში აიყვანე ხა და შენ თუ გინდა კარგად იქნები, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ბუმერანგივით ადამიანი ამბობს რომ ცუდად ვარ და ჩვენ უგზავნით იმას რომ შენ თუ ცუდად ხარ, შენი ბრალია, ესე იგი კიდე თავი ხელში კარგად ვერ აიყვანე. ერთ ნუსმას უმატებთ პრობლემებს. ამიტომ პირველი ის არის მიმღებლობა, რამდენადაც ჩვენ გვექნება მიმღებლობა, რომ ადამიანი ცუდად არის და ჩვენი მიმღებლობა ზუსტად აქედან იწყება, რომ ჩვენ თავში მივიღოთ ცუდად ყოფნა, იმდენად ადამიანებს ექნებათ უფრო მეტად სიმარტივე, რომ თქვან, თუმცა მეორე შემთხვევაში თქვენ რაც აღწერეთ, ეს კიდევ უფრო სხვა არის, ადამიანი არ აღიარებს, ეს უკვე ძალიან მწვავე მდგომარეობაა, რისთვისაც გაიხსნა სანამედე, ეს არის ის მდგომარეობა, რომ თუ ჩავთვლით, რომ მენტალური ჯანმრთელობა, ანუ ფსიქიკა არის ორგანო, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაზეა პასუხისმგებელი.
და რამდენადაც დაზიანებულია ფსიქიკა, იმდენად გადაწყვეტილება არის სუბიექტური და არაობიექტური და ამიტომაც ეს ადამიანები, როდესაც სწორ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, მის გარშემო ადამიანებმა უნდა ათხოვონ ჯანსაღი განსჯის უნარი და რაღაც მომენტში შესაძლებელია, რომ სხვას მოუწიოს გადაწყვეტილების მიღება მათ მაგივრად. გასაგებია. კი ბატონო, ქალბატონინა არსებობს კიდე გავრცელებული ესეთ რომ ბავშვების გავრცელებული აზრები რომ ბავშვების ტრამვებიდან გამომდინარე რაღაც ასაკში იღვიძებს ეს ტრამვები და შეიძლება აქედან გამომდინარეც იყოს ხო ეს მივიწყებული მოგონებები და ასე შემდეგ. ბავშვების ტრამვამ გაიღვიძოს უკვე დასრულ ასაკში. ეს არის მიღებული შეხედულება მით უმეტეს ანალიტიკაში, ფსიქოთერაპიაში, რომ ჩვენი ბავშვობის ტრამვები, ნახეთ, ერთადერთი, რასაც არ ვირჩევთ ამ ცხოვრებაში, ეს არის ოჯახი, სადაც ვიბადებით. დავიბადეთ და მორჩა. თუმცა იმ ოჯახში მიღებული ის ტრამვები მე განაპირობებს ფაქტიურად ყველა ჩვენ არჩევანს, სანამ არ დავამუხრუჭებთ და არ ვეტყვით, რომ სტოპ, მე რაღაცას გამეორებითად ვაკეთებ, რომელიც არ მომწონს და მჭირდება გავერკვე, რომელი ტრამვა მაკეთებინებს ამას, რომ ეს შევწყვიტო ტრამვები. ჩვენი ტრამვები ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ტრამვები, იმიტომ კი არა, რომ ცუდი ან კარგი მშობლები გვყავდნენ, იმიტომ რომ ტრამვა არის აბსოლუტური აღქმა მოვლენის. ანუ ერთი და იგივე ოჯახში სამი შვილი თუ არის, სამივეს სხვადასხვა მშობელი ყავდა ემოციურად, თუმცა ბიოლოგიურად ერთი და იგივე. ამიტომ ეს ჩვენი ტრამვებია, ის რაც იწვევს ჩვენში შფოთს. და შფოთი კარგია თუ ცუდია? შფოთი არის ის, რამაც დღეს მოგვიყვანა, აგვაყენა, წინსვლისკენ გვიბიძგებს. ანუ შფოთი შეიძლება იყოს ჩვენი მოტორი წინსვლისთვის და თვითრეალიზებისთვის, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს მიზეზი, რაზეც გამოც არ ავდგეთ. ზუსტად იმ თემას შეეხეთ, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული არის, როდესაც მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გვაქვს. ეს არის შფოთვები, ეგრეთ წოდებული პანიკური შეტევები, ხო? ასეთ შემთხვევაში ადამიანებმა ჩვენ საზოგადოებამ როგორ უნდა დავეხმაროთ და მართოთ ის ადამიანი, ვისაც პანიკური შეტევა აქვს და თვითონ იმ ადამიანმა როგორ უნდა იპოვოს ძალა იმის, რომ აი ეს შფოთი რეალურად მისთვის არ გახდეს დამაბრკოლებელი და ძალიან შემეწუხებელი. აი პანიკური შეტევა არის დღეს ფაქტიურად ნებისმიერ 5 ადამიანს რომ კითხოთ 4 აღწერს რომ თავის გამოცდილებაში ქონია პანიკური შეტევა, იმიტომ რომ ძალიან გავრცელებულია. აი პანიკური შეტევა მე არ მქონია. გამონაკლისი, თუმცა არ არის სავალდებულო, მაგრამ დღეს ძალიან მომატებულია პანიკური შეტევები, იმიტომ რომ შფოთვიანობა არის მომატებული. სტრესი, პერფექციონიზმის აუცილებლობა, კონტროლის სურვილი რაღაცაზე. თუმცა აი ამ შემთხვევაში აქ არის ყველაზე ხშირად ესეთ ადამიანებს ესმით თავი ხელში აიყვანე. ანუ ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა, იმიტომ რომ ადამიანი პანიკაშია. ფიქრობს, რომ ყისიერად განადგურების საფრთხე ემუქრება და ვიღაცა ეუბნება, რომ თავი ხელში აიყვანე, კიდევ გამოცდილებას მქონია და ძალიან ცუდი არის. კიდევ უფრო აპანიკებს რა მაგ დროს რა. იმიტომ რომ საშველი არ არის, ვერ ხვდებიან რა ცუდად. თუმცა რა არის გამოსავალი? აი რაღაცა ოქროს გასაღები თუ არსებობს, რაც შეიძლება რომ ადამიანს ამ დროს ვუთხრათ, რა სიტყვა უნდა ვუთხრათ ან რა არ უნდა ვუთხრათ. აი თავი ხელში აიყვანე, ალბათ არ უნდა ვუთხრათ. ერთ მნიშვნელოვანში ვერ მოახერხებს. თავი ხელში აიყვანე, არ უნდა უთხრათ. ზუსტად იგივე პრინციპით, არც დავშვიდდი ხო? ალბათ. ფეხმოტეხილ ადამიანს აზრათაც არ მოგვივა, რომ უთხრათ, რომ თავი ხელში აიყვანე და გაირბინე. ანუ იმიტომ რომ ხედავთ, რომ უჭერს. ანუ უნდა გავიგოთ, რომ ამ ადამიანს უჭერს. აი, ზუსტ რა არ უნდა უთხრათ, თავი ხელში აიყვანე არ უნდა უთხრათ, ჩვენ თვითონაც არ უნდა დავპანიკდეთ, იმიტომ რომ აი ეს სიმყარე აუცილებელია მათთვის, რომ მათი პანიკა იყოს სადღაც გადმოსული, მაგრამ სხვაც თუ დაპანიკდა, ესე იგი კიდევ უფრო ცუდად ვარ, იმიტომ რომ არ იცის როგორ მიშველას. ანუ სიმშვიდით უნდა ვიყოთ, ერთი ყველამ უნდა დაიმახსოვროს. წარმოუდგენელია, გამორიცხულია, რომ პანიკური შეტევის დროს ან მოკვდეს, ან გაგიჟდეს ადამიანი. პანიკური შეტევა არის დროშის შეზღუდული და რამდენი ხანიც ცუდად არიან, იმდენით ნაკლები დარჩა, რომ გაიაროს. ანუ ეს აუცილებლად გაივლის, მყარად უნდა იყოს და ესეთ ადამიანებს
ძალიან ეხმარებათ ფსიქოთერაპია. აი, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა? აი, როდესაც ერთად მუშაობენ ფსიქოთერაპევტი და ასე შემდეგ. აი, ეს რამხელა ძალას აძლევს პაციენტს. ეს ძალიან დიდი ძალა არის პაციენტისთვისაც და იმ გუნდისთვისაც, ვინც მუშაობს, იმიტომ რომ გუნდურობა განაპირობებს სწორ დიაგნოზს, გუნდურობა განაპირობებს ინფორმაციის გაცვლას, გუნდურობა განაპირობებს იმას, რომ გამწვავება სწრაფად იქნება კუპირებული, გუნდურობა განაპირობებს, რომ თქვათ რაღაცა სხვადასხვა ვერსია შეჯამებული იქნება და კიდევ უფრო მეტად ნატიფი და დახვეწილი იქნება მკურნალობა ამ ადამიანის კეთილდღეობისთვის და გუნდურობა განაპირობებს იმას, რომ ფსიქიატრია არ იყოს შემაკეთებელი აღდგენითი მხოლოდ მედიკამენტები და გუნდურობა განაპირობებს იმას, რომ მოხდეს ადამიანის ბიო ფსიქო და სოციალური რეაბილიტაცია. დიდი მადლობა ქალბატონ ნინო, ალბათ გუნდურობა და თქვენი საუბრის ტემპიც არ შემიძლია არ აღნიშნო, ძალიან დაგვამშვიდეთ. და რა კარგია რომ ყოველ სამშაბათს თქვენ ჩვენთან ერთად იქნებით და ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა გვაქვს დაგროვებული, რომელიც ძალიან ვერ მოვასწარით. დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის და გელოდებით შემდეგ სამშაბათს.